ყოველ კვირაში ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ გავაცნობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან სიახლეებს, რომელიც Grant Thornton საქართველოს ეგიდით მომდინარეობს და ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ პირველი გამხსნელი რუბრიკა გვაქვს და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ძალიან მაგარ სტუმართან ერთად. Საგადასახადო დაგეგმარების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისთვის. Რომელი ჩვენი საუბარი და დისკუსიაც მათ შორის საგანმანათლებლოც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა გავავლოთ სწორი აქცენტები იმისთვის, რომ ყველაფერს თითოეულ კომპონენტს, თითოეულ მომსახურებას და საქმიანობას დავარქვათ, რა თქმა უნდა, თავის სახელი და ამაში დაგვეხმარება ზუსტად Grant Thornton საქართველო და მისი წარმომადგენელი ქეთევან ღამბაშიძეს მინდა მივესალმო, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორია. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი სტუდიაში, კეთილი იყოს ჩვენი პარტნიორობა და დამეგობრება. ქეთევან, უპირველეს ყოვლისა, ხაზი გააუსვათ იმ მოცემულობას, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ შემთხვევაში საგადასახადო დაგეგმარებას და მათ შორის, ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კაზუსიც ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ამ მიმართულებების აღრება სხვადასხვა პრიზმაში და ერთგვარად მე მინდა რომ ჩვენი საუბარი დღევანდელი იყოს ერთგვარი ტრაექტორის მიმცემიც მათ შორის ბიზნესისთვის, უპირველეს ყოვლისა დაინტერესებული სუბიექტებისთვის და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გისმენთ ყურადღებით. Დიდი მადლობა, ძალიან მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით და მომავალში ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ყოველ კვირას შეგვეძლება და გვექნება შესაძლებლობა რომ სხვადასხვა საინტერესო საკითხები განვიხილოთ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ეს თემა ნამდვილად საინტერესოა. Რომ თქვათ ორი სიტყვით, იმიტომ რომ ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხანი შეიძლება საუბარი. ვისაუბროთ რამდენი ხანი გვაქვს დრო ამის საშუალებას, კი ბატონო. რა არის საგადასახადო დაგეგმარება და არის გაცილებით უფრო ფართო კონცეფცია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეს არ არის მხოლოდ გადასახადის გამოანგარიშება და ადმინისტრირება შემდგომში. ეს არის კონცეფცია, რომელიც უნდა ინარჩუნებდეს ბიზნესისთვის ბალანსს კანონის ფარგლებში. გადასახადის მინიმიზაციასა და საგადასახადო რისკებს შორის. და აძლევდეს ბიზნესის მფლობელს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იმ სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, რაც იქნა შემუშავებული. დღევანდელი ბიზნეს გარემო მოგეხსენებათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით საკმაოდ დინამიურია, ბევრი ცვლილება შედის კანონმდებლობაში, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობაში და ფაქტობრივად გამოდის, რომ დღესდღეობით ბიზნესის მფლობელსაც მოეთხოვება გარკვეულწილად ეცნობოდეს და იცოდეს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის მისი ნიშური ექსპერტიზის სფერო, უნდა ითვალისწინებდეს, რომ თავის სტრატეგიულ დაგეგმარებაში დიდწილად ყურადღება მიაქციოს საგადასახადო საკითხებს და მინიმიზაცია მოახდინოს ამ რისკების. ეს არის მოკლედ რა არის და რისთვის არის ასე ვთქვათ. რამდენად არის შესაბამისად, ანუ ცნობიერებაც ამ კუთხით, ეხლა ჩვენ რო ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, აი ბიზნესის მომწიფებაზე, ხო, სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიმძიმის წერტილი გადის ცნობიერებაზე და ერთია როცა ხარ ცნობიერების ხარისხის და სერვისის პროვაიდერი და მეორეა რამდენად არის ბაზარი რეალურად ამის მიმღები კარგ მთქმელს კარგი გამგონი ჭირდებაო როგორც იტყვიან აქედან გამომდინარე აი მე მაინტერესებს რამდენად არის დღეს ხარისხობრივი ნაწილი და პროვაიდინგი პირდაპირ კორელაციაში იმასთან რაც თითქოს დღეს ბაზარი რამდენად არის დღეს მომწიფებული ეკოსისტემა და რამდენად არქივებს თვითონ ეკოსისტემა გარკვეულ კომპონენტებს თავის სახელებს ვფიქრობ, რომ ეკოსისტემა მომწიფებული არის იმდენად, რამდენადაც ჩვენი ბოლო პერიოდის პრაქტიკა ძალიან კარგად გვაჩვენებს გაზრდილ ინტერესს საგადასახადო კონსულტაციისა თუ დაგეგმარების ნაწილში მონაწილეობისა და მოდით სანამ ძალიან დეტალებს ჩაუღრმავდებით, ყველაზე ნათელი მაგალითი განვიხილოთ ციფრების მითითებით, რა შედეგი შეიძლება მოყვეს, რა რისკის წინაშე შეიძლება იდგეს ბიზნესი, მიუხედავად ზომისა. როგორც ხედავ ჩვენს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა დაინახოს სტატისტიკური მონაცემები. ეს არის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2004 წლის სტატისტიკური მონაცემი, სადაც რო არ ჩაუღმავდეთ წინა პერიოდების ანალიტიკას, გვექნება კიდევ ამ თემის უფრო მარტოდ გაშლის შესაძლებლობა. 2024 წელს 2547 საჩივარი იყო შესული განსახილველად. ეხლა მინდა გაუსვა ხაზი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ეს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო არის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში უკვე მეორე ინსტანცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც დაერიცხა
დამატებითი გადასახადი თავის ფინანსური სანქციებით, ჯარიმისა და საურავის სახით, უკვე გაიარა პირველი ინსტანცია შემოსავლების სამსახურში და სასურველი დადებითი მისთვის შედეგის ვერ მიღწევის შედეგად გააგრძელა დავა უკვე ფინანსთა სამინისტროში. შესაბამისად, ეს უკვე არის არა სრული წარდგენილი დავები, არამედ ამ ინსტანციამდე მისული დავები. საიდანაც სტატისტიკურად ხედავთ, რომ ჯამში 64% წარდგენილი საჩივრებიდან არ დაკმაყოფილდა. ეს არის დიდი მონაცემი თვითონ სტატისტიკურად, მაგრამ გარდა ამისა, თანხობრივ გამოსახულებაშიც საკმაოდ დიდი თანხა არის. და იმის გათვალისწინებით, რომ აი ამ სტატისტიკას ვუყურებთ, ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ყურადღება მივაქციოთ სწორედ საგადასახადო დაგეგმარებას ამ ნაწილში და ვხვდებოდეთ, რომ ეს გაცილებით შეიძლება ნულამდე არ იქნას მიყვანილი ცხადია დაუკმაყოფილებელი საჩივრების რაოდენობა, მაგრამ მინიმიზაცია იქნება შესაძლებელი. თან ამასთან ასევე ამ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით, სადღაც 26% არის დაკმაყოფილებული ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ იმის სტატისტიკა რა პროპორცია არის, ანუ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში შეიძლება მხოლოდ დამატებით სანქციის ჯარიმის სახით მოხსნა იგულისხმებოდეს, თუ არა საკითხის, ანუ ჯამში თანხის შემცირება. ანუ ეს არის ძალიან დიდი ციფრი. კი, ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და აი სხვათა შორის ეხა მე არ კითხავთ кейსებს, თუმცა მეც შეხება მაქვს პრივატულად ასეთ თემებთან და ისეთ ელემენტარულ ნიუანსებზე არის ხოლმე როგორც წესი საუბარი და ისეთი ელემენტარული ნიუანსები გამორჩება ხოლმე ბიზნესს როგორც წესი, ხო? ეშმაკი დეტალებშიაო, როგორც ამბობენ და აი ამიტომაც ზუსტადაც რომ გავერკვიოთ ამ ლაბირინთებში, აუცილებელია ზუსტად საგადასახადო დაგეგმარების მენეჯერის ფუნქციონალის ინტეგრირება უკვე ბიზნესში. საბოლოო ჯამში და აი კონკრეტულად გადავიდეთ ახლა solution-ზე და ვთქვათ, აი რა არის ამ შემთხვევაში solution. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს და ხვალ ჩვენ გადავჭრით პრობლემას, რომელიც საგადასახადო დავების კუთხით არსებობს ქვეყანაში და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან სწორად ახსენეთ, რომ მინიმიზაცია აი ამ ყველაფრის, ხო? საბოლოო ჯამში არის შესაძლებელი და ესეც ერთგვარად ცოტა რიტორიკული კითხვაც გამომდის მართალია, მაგრამ ერთგვარად არის ერთ-ერთი მთავარი solution-ის წყაროც. თუმცა კიდევ ერთხელ დამატებითი ბენეფიტების კომპონენტებზე ვისაუბროთ და იმ შესაძლებლობებზე, რითიც შეგვიძლია აი ამ მანკიერი სტატისტიკის მინიმიზაცია თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. სანამ solution-ზე გადავალ, მოდით არსებულ რეალობაზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. ანუ დღესდღეობით ბიზნესის და მე ამას ვსაუბრობ აბსოლუტურად ძალიან დიდი გამოცდილების შედეგად ამ სფეროში და დიდი გამოცდილების შედეგად Grant Thornton-ში მუშაობის დონეზე. დღესდღეობით რატომღაც გაიგივებული არის საგადასახადო კონსულტანტის როლი მთავარ ბუღალტერთან. ანუ მთავარ ბუღალტერს მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი პირი, ანუ ტოპ მენეჯმენტის თუ არა, ანუ მენეჯმენტის ზედარგოლის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მაგრამ როგორც წესი დღევანდელ რეალობაში, გარდა თავისი პირდაპირი ფუნქცია მოვალეობებისა და პლუს საგადასახადო კონსულტანტის მოვალეობებისა, შეიძლება კონდეს შეთავსებული HR-ი, შეიძლება HR-ის ფუნქციები, შეიძლება კონდეს იურისტის ფუნქციები, შრომით კანონმდებლობაში ერკვეოდეს და ასე შემდეგ. ფიზიკურად შეუძლებელია დამეთანხმებით ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის ნაწილში გავაერთიანოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ორივე საგადასახადო კონსულტანტიც და მთავარი ბუღალტერიც იმ კომპანიის ინტერესებს ემსახურება. უბრალოდ სპეციფიკაცია არის განსხვავებული. ამასთან ვიტყოდი, რომ ისევ პრაქტიკაზე დაყნობით. ხშირ შემთხვევაში მთავარი ბუღალტერი უფრო დაიზღვევს თავს, რაც გასაგებია იმ ხელა პასუხისმგებლობის ფარგლებში და შეიძლება დაბეგროს რაღაც ოპერაცია, მარტო იმიტომ რომ რისკი შეამციროს და თავის პასუხისმგებლობის ნაწილში იმოქმედოს და თვლიდეს რომ კომპანიას იცავს დამატებითი რისკებიდან, ხოლო ის დაბეგრა რაც პირობითად შეიძლება არ ეკუთვნოდეს ამ ოპერაციას, კომპანიას აყენებს უკვე ცუდ მდგომარეობაში ცხადია. ბაში, როდესაც საგადასახადო კონსულტანტი, როგორც ასეთი, ფოკუსირებული არის უშუალოდ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ფოკუსირებულია სტრატეგიის შემუშავებაში, მონაწილეობაზე და იმ მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევაზე, რასაც უნდა მოიცავდეს ეს სტრატეგია და არ არის ფოკუსირებული და არც არის მისი მოვალეობა ყოველდღიური ტექნიკური სამუშაო. ეს არის
შეიძლება ვთქვა ბიზნეს სტრატეგიული პარტნიორი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ოპერაცია თავიდანვე იქნება მასთან შეთანხმებული, გავლილი, შესაძლოა შეღავათები იქნება, გათვალისწინებული თუ კი არსებობს ასეთი და ასე შემდეგ. ასეთი საგადასახადო კონსულტანტები ხშირად და ასეთ სერიოზულ ბიზნესს ყავს შიდა კადრების სახითაც, თუმცა ბოლო პერიოდის ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ძალიან დიდი სურვილი არის აუთსორსზე გატანა. აუთსორსზე გატანა ისეთ ბიზნეს აუდიტორულ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებში, როგორც მაგალითად იგივე Grant Thornton-ია, ჩვენი კოლეგები, და რატო? აქ არის აღსანიშნავი დამატებითი ღირებულება ასეთი გატანის შედეგად. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენზე რო ვისაუბროთ, ხო, ვართ ქსელში შემავალი კომპანია, საერთაშორისო ქსელში, ვართ თითქმის 150 ქვეყანაში წარმოდგენილი და ამ ცოდნის გაცვლის ღირებულება არის ძალიან დიდი დღესდღეობით. დაშვება რომ გავაკეთოთ რომ რაღაცა საკითხი ან რაღაცა ტრანზაქციაზე მუშაობთ და ფიქრობთ და მოგმართეთ, ძალიან მოკლე დროში ნებისმიერ იმ ქვეყანაში ჩემს კოლეგას შემიძლია დაუკავშირდე და რაღაცა ვკითხო, რაშიც შეიძლება ეჭვი მეპარებოდეს, ხო, ასეთი ფუფუნება უბრალოდ აქირავებულ ფიზიკურ პირს ალბათ ნაკლებად ექნებოდა და ამეთანხმებით. ამიტომ ტენდენციას ამ ბაზრის ზრდის და მოთხოვნის ამ მომსახურებაზე ვხედავთ ძალიან კარგად უკვე ბოლო რამდენიმე წელია. კი ბატონო, და შესაბამისად ანუ თქვენს მიერ ესე ვთქვათ გაწეული მომსახურებაც ამ მიმართულებით არის ყოველთვის ხარისხიანი და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ გლობალური ქსელის ნაწილის და ის ნიუანსების და ტენდენციების, რომელიც შეიძლება მათ შორის საზიაროც იყოს და რა თქმა უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ხა მე Grant Thornton-ის პოზიციონირებაზე და კონტრიბუციაზე ცოტა მოგვიანებით კითხავთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ამ მიმართულებით. დღეს თემას არ უხვევ, მაგრამ მე უკვე წარმომიდგენია დღეს ახლა ჩვენი პირველი ეთერი არის და წარმომიდგენია რა თემებზე გვექნება კიდევ საუბარი, იმიტომ რომ რა დალევს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში აქტუალურ თემებს და შესაბამისად ახლა აი თუნდაც იგივე საგადასახადო დავების ნაწილიც ახსენეთ, ხო? ეს კიდე განყენებულად სასაუბრო თემა არის, კიდე სხვადასხვა პრიზმებში და ასე შემდეგ. ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩვენი ეთერი ყოველთვის მზად არის აი ესეთი ტიპის გამოწვევებისთვის. მაგრამ ეხლა დღეს თუ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ აი თუნდაც აი ამ მანკიერებაზე, რაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იგივე ცნობიერების დონე არ არის შესაბამისი ხარ, როცა საგადასახადო დაგეგმარების პირობითად ოფიცერი გეშლება ამ შემთხვევაში ბუღალტერში, ხო, ანუ აი ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, ხო, საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, აი მე მაინტერესებს დღეს ისევ და ისევ უბრუნდები ბაზრის ეკოსისტემას და ცნობიერების კუთხესაც, მერე უკვე მათ შორის ახკამადობის ნაწილსაც, რომელმაც დასაბამი დაუდო ძალიან ბევრ მანკიერებას და ეს მანკიერებები მოითარგმნა, ეს ჰაიდან მოტანილი ციფრები კი არ არის, ეს მოითარგმნა კონკრეტულ სტატისტიკაში, ხო? რომელიც გვაქვს და რომელიც ნახა რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მაღულებელმაც პირდაპირ ეთერში. აქედან გამომდინარე, აი უფრო სიღრმისეულად თუ შეგვიძლია გავშალოთ ის მანკიერი ვექტორი, რაც დღეს ბაზარზე არსებობს, ზუსტად აი ამ თემიდან გამომდინარე, რომ ცნობიერება არ არის სათანადო დონეზე. კი ბატონო. მოდით ვიტყვი პირველ რიგში იმას, რომ საგადასახადო დაგეგმარების კონსულტაციის ბაზარი საქართველოში არის თვითრეგულირებადი ბაზარი. ასეთივე ბაზარი არის მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და არის რეგულირებადი ბაზრებიც, მაგალითად იტალია, გერმანია, სადაც კანონმდებლობა არეგულირებს. დიახ. ის ფაქტი, რომ არის თვითრეგულირებადი საქართველოში სრულიად არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში არის რაიმე ქაოსი. ეს უფრო დეტალურად ვახსნათ რეგულაციას რაც გულისხმობთ, მაგალითად აუდიტორული საქმიანობისთვის უნდა აკმაყოფილებდე რაღაც კრიტერიუმებს, გაქვს სტანდარტები, რის მიხედვითაც უნდა დაამუშაო ესა თუ ის მონაცემი და გავალდებულებს კანონი, რომ სწორად წარმართო შენი საქმიანობა. ამ ნაწილში, სადაც არის თვითრეგულირებადი ბაზარი, ისეთივე როგორც საქართველოში, როგორც წესი თავს იჩენს და ჩვენთანაც ეს არის რეალობა, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების მაკონტროლებელი ორგანიზაციების მონაწილეობა ამაში. და მაგალითად პირდაპირ ვთქვათ ამ სააუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაზე, ისეთი როგორც ჩვენ ვართ, რაღაცა პერიოდულობით ხარისხის კონტროლი მოწმდება ზედამხედველი ორგანოს მიერ. და შესაბამისად უფრო დაზღვეული ხარ მომსახურების მიღების პროცესში, რომ კონტროლი გავლილი აქვს ამ კომპანიას და შესაბამისად ის პროცესები და პროცედურები რაც უნდა კონდეს, არის სწორად გაწერილი და ასრულებს და ეს საჯარო ინფორმაცია არის თან ამ კონტროლის გავლის შესახებ, ხო? რაც შეეხება ამ რეგულირების ნაწილში, ანუ აი საგადასახადო კონსულტაციაში სპეციალიზებულის ნაწილში, ქსელში შემავალ კომპანიებს ვიტყვი კიდევ, ხო?
იმ პრაქტიკის გაცვლა, რაც ხდება იგივე ამ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი ჩვენი ადგილობრივი მარეგულირებლის გარდა კიდევ გვამოწმებს ჩვენი შიდა ქსელის მაკონტროლებელი ორგანო, ხო? და რო ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რაც შეიძლება გაგვაჩნდეს, ხო, ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ამ ტენდენციებს ვხედავთ აბსოლუტურად ნათლად, რომ აუთსორსზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, ამ საგადასახადო კონსულტაციის აუთსორსზე გატანის. ასევე აქტიურობა და ჩართულობა სხვადასხვა ასოციაციების, ანუ ორგანიზაციების, მაკონტროლებლის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, როგორც კომპანიების სხვადასხვა ასოციაციებში, ბიზნეს ასოციაციებში მონაწილეობით და ასე შემდეგ, გვაქვს შესაძლებლობა ამ ასოციაციების მეშვეობით იგივე კანონმდებელთან მიტანილი იქნოს კონკრეტული ბიზნესის ინტერესები. ანუ რაღაცა დაბკოლების წინაშე დგანან, რაღაც პრობლემას ხედავენ კონკრეტულად, მე ჩემ ნაწილზე ვსაუბრობ დაბეგვრაში, თორე ეს ასოციაციების სხვა საკითხებსაც იხილავენ და არის იმის ფუფუნება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს საკითხი დამუშავდეს ერთობლივად კოლეგებთან ერთად, ვინც ამ სფეროში კარგი პროფესიონალია და კანონმდებელთან იქნას მიტანილი არა ის, რომ ეს საკითხი არის პრობლემა, არამედ ის, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც ვიცით, აი ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა, ასეთი არის ჩვენი ხედვა და ხომ არ იმუშავებდით და ჩვენთან ერთად ხომ არ იმუშავებდით ამ საკითხის დარეგულირებაში. და ხშირად ეს საკითხები დარეგულირებულა კიდევაც, ხო? ამიტომ ეს ძალიან ისეთი მაგარი წინადადება თქვით, ხა ამაზე მეტი რომანტიზება რაღაც ჭირდება, ხო, რეალურად ამ მიმართულებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ხო, ანუ როცა პროფესიონალია ჩართული ამ მიმართულებით, თან მithumetes ახსენეთ, რომ აუთსორსინგის მიმართულებაც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად პოზიციონირდა თქვენ სფეროში და BPO სექტორის ტრენდიც ამ შემთხვევაში თვალნათლივია ყველაფერი, ეს ერთი და მეორე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის, ხო, როდესაც შემოდის ფასილიტატორი რგოლი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია მესიჯები, ნაკლოვანებები და გამოწვევები ადრესატამდე მიიტანოს უშუალოდ, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომაც კიდევ ერთხელ მე მოუწოდებდი ქართულ ბიზნესს, თუმცა ჩვენ ხა ისე არ მინდა გამომივიდეს რომ კრეფსითად ვაკნინებ. არც ერთ შემთხვევაში ეს ასე არ არის. პირველი ხარდამჭერები და ლობისტები ქართული ბიზნესის ჩვენ ვართ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებდი ბიზნესის ნაწილს, რომ ცოტა უფრო გულისხმობით მოვეკიდოთ აი ამ მიმართულებას და ვისარგებლოთ რა თქმა უნდა პროფესიონალების მომსახურებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე შეგიძლიათ თუ არა მაგალითად გითხრათ ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე და კონკრეტული ესე ვთქვათ პერსონალიების გარეშე შეგიძლიათ თუ არა გითხრათ კონკრეტული კაზუსები მაგალითად აი საგადასახადო კუთხით აი რა შეცდომები არის ხოლმე მაგალითად დაშვებული რა ნიუანსები არის გამოკვეთილი და აი კრეფსითად ყველაზე მეტი შეცდომა რა ნაწილში კი ბატონო შემიძლია ვთქვა განზოგადებულად რა თქმა უნდა ყოველგვარი პერსონალიების გარეშე ხო ეს თავისთავად ცხადია თორე ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მომდევნო შეხვედრებში უფრო დეტალურად კონკრეტული საკითხები კონკრეტული ბიზნესისთვის საინტერესო საკითხების განვიხილოთ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს აქ მიმართულებით. დაუბრუნდებოდი ისევ იმ ფაქტს, რომ დაგეგმარებაში არ იყო ჩადებული საჭირო რესურსი თავიდანვე და ძირითადად კომპანია თulis რომ ყველაფერს აკეთებს სწორად და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და სრულიად გაკვირვებული რჩება შემოწმების დროს რომ ეს ასე არ არის და თურმე რაღაცა ცვლილება მომხდარა ამ პერიოდში რომელსაც კვალ ვერ მიყვა არ მინდა ხა ბუღალტერი დავასახელო მენეჯმენტი არ მიყვა ასე ვთქვათ კომპანიის და ასეთი კაზუსები არის უფრო მენეჯმენტის დონეზე არასწორი მიმართულების არჩევა ისევ და ისევ დაგეგმარების სტრატეგიული დაგეგმარების დროს. რატომღაც ჩამოყალიბებულია ესეთი მოსაზრება, რომ თუ პატარა ბიზნესი მაქვს, რაც მინდა დამატებითი ხარჯი, ასე ვთქვათ, გავწიო რაღაცაში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. საგადასახადო კონსულტანტის ჩართვას ამ დაგეგმარებაში არ არის დანახარჯი, ეს არის ინვესტიცია თქვენი მომავალი განვითარებისთვის. კარგად უნდა შეფასდეს, აი რჩევის დონეზე, ხო, რო ვთქვათ, კარგად უნდა შეაფასოს ბიზნესმა თავისი საჭიროებები, არ აქვს მნიშვნელობა ზომას, უფრო მეტსაც ვიტყოდი პატარა ზომის ბიზნესისთვის, ყოველი ლარი შეიძლება იყოს გადამწყვეტი და სწორად უნდა საზღვრავდეს და კარგად უნდა ესმოდეს, რა ნაბიჯებს დგას, რა ბაზარზე უნდა გასვლა, როგორი განვითარების სახე და ვექტორი უნდა მისცეს თავის ბიზნესს და უნდა ესმოდეს, რას გეგმავს ამ ნაწილში, ხო?
და ყველაზე მთავარ რჩევას ალბათ ვიტყოდი, რომ ბიზნესი უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული. ანუ, ნუ დაველოდებით რაღაცა სავალალო შედეგის დადგომას და შემდეგ უკვე გასწორებას ამ შედეგისას რაიმე გზით, თუნდაც იგივე საგადასახადო კონსულტანტის ჩათვლას და ვიყოთ რეაქტიულები და ვრიაგირებდეთ წინასწარ. ამაზე რაც მე ვფიქრობ სხვა დამატებით ბენეფიტებთან ერთად ძალიან დიდ კონკურენტულ უპირატესობასაც მისცემს ბიზნესს. მადლობა პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემისთვის, რომლითაც გავხსენით ჩვენი პარტნიორობის ველი ეს ერთი, მეორე, მე როგორც ვახსენე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი საინტერესო თემები გველის წინ, რა თქმა უნდა და გავანებივრებთ ამ მიმართულებით ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას და პუბლიკას. მინდა გისურვოთ წარმატებები, მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობოთ. კეთევან ღამბაშიძე, Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორი, პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.